შეუძლიათ თუ არა არალეგალურ იმიგრანტებს უძრავი ქონების შეძენა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მრავალ შემთხვევაში შეუძლიათ, პასუხი დადებითია, თუ არ გაქვთ social security number, მაშინ უნდა გქონდეთ ITIN, individual taxpayer identification number. ეს დაგეხმარებათ მაშინ, როდესაც იხდით ბეგარებს, ანუ კანონიერად უნდა იხდიდეთ ბეგარებს, გქონდეთ დეკლარაციები შევსებული და ბეგარები გადახდილი. ორი ორგანიზაცია არსებობს, Neighborhood Works, რომელიც გაძლევთ კონსულტაციებს, რჩევებს და გეხმარებათ და გაკვალიანებთ და მეორე არის La Raza Development Fund. ეს არის ეროვნული ორგანიზაციები, ანუ non-profit-ები, არასამთავრობოები, დაგეხმარებიან ამ კრედიტის მოძიებაში, ხო? არსებობს აგრეთვე უამრავი კანონი, რომელიც არადოკუმენტირებულ, ანუ არალეგალურ იმიგრანტებს იცავს, ეს არის ანტიდისკრიმინაციის კანონები მთელს ამერიკის ტერიტორიაზე ეს მუშაობს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება საჭიროც გახდეს გარანტორის ხელის მოწერა. ანუ არალეგალურ იმიგრანტს უნდა ჩაუდგეს თავმდები ამ კრედიტის მიღებაში და დამატებითი ხელმოწერით დაადასტუროს ეს ფაქტი. მთავარი არის ის, რომ არალეგალურ იმიგრანტებს ხშირ შემთხვევაში შეუძლიათ სახლის შეძენა.